ჩვენ არანაირი სამართლებრივი სისტემა არ გვაქვს. სამართალს, როგორც ასეთ იურიდიულ ფაკულტეტს ესე წარმოვიდგინოთ, არ აქვს იმის ამოცანა, რომ სამართლიანი საზოგადოება მოაწყოს. ანუ ამისთვის არ იქნება ჩვენი იურიდიული ფაკულტეტები, რომელსაც მე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა სამართლიანი საზოგადოების მოწყობა. პირველი გამოცდა, რაც ბარდებოდა, იყო სახელმწიფოს და სამართლის თეორია. ეს წიგნი იყო შექმნილი 1956 წელს თუ არ ვცდები. და მე მისი მოდიფიკაციები მოდიოდა ჩვენამდე. დღემდე ამ მორალით ასწავლიან უნივერსიტეტში სამართალს. დღემდე, ანუ სხვა წიგნები რაც დაიწერა, ამავე მორალით დაიწერა. ამ წიგნის და ამ ფაკულტეტის მორალი არ ყოფილა სამართლიანი საზოგადოების შენება. ამ წიგნის მორალი იყო როგორ მართოთ საზოგადოება. გაბატონებული ჯგუფების მიერ ხალხის ფართო მასების მართვის შესახებ მეცნიერება იყო ის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც მე დავამთავრე. დღევანდელ მოსამართლეებს, დღევანდელ პროკურორებს, დღევანდელ ადვოკატებს ეს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. მათ მხოლოდ ეს იციან. მოსამართლე მიცის, რომ ზემდგომი ყავს და ის როგორც ეთქვის, ისე უნდა მოიქცეს. პროკურორმა იცის, რომ ზემდგომი როგორც ითქვის, ისე მოიქცევა და ადვოკატმა იცის, რომ მას აქვს როლი ამ ორი პროკურორის და მოსამართლეს შორის საპოხი საშუალების. რომ კარგად ისრიალოს პროცესმა, რომ ყველაფერი კონცერტი იყოს კარგად დადგმული. ჩემ ფაკულტეტ გავლილი იურისტები არ შეიძლება იყვნენ სამართლიანობაზე პასუხისმგებელი ადამიანები. ჩვენ არ გვისწავლია სამართალი ისე, რომ გვეზრუნა სამართლიანობაზე. სანამ ახლა ეს სისხლის სამართლის კოდექსი გაქვს ნულოვანი ტოლერანტობით მოქმედი, სადაც 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იჭერ ხალხს. და კიდევ უფრო გამკაცრებულით, იმიტომ რომ კომუნისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ორთვიანი პატიმრობით ხალხს არ იჭერდნენ. დღევანდელი საჟელები ბევრად უფრო მაღალია, ბევრად უფრო გამკაცრებულია, უფრო კომუნისტური სისხლის სამართლის კოდექსი გვაქვს, სწორედ იმიტომ რომ ასე ვზდით იურისტებს როგორც გითხარით.